სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან ნარწ ღმერთის დიდი და დიდებული დღე არის, დიდი დღესასწაულია მსოფლიო ეკლესიაში. იცით თქვენ, რომ უდიდესი მოვლენა მოხდა სამყაროში. ღმერთი განკაცდა ადამიანის ხსნისათვის. ღმერთმა შეიმოსა სხეული, რომ ადამიანი გადაერჩინა და მას შემდგომ, რაც მაცხოვრის განკაცებას და მის მიწიერ ცხოვრებას უკავშირდება, დიდ ზეიმად იქცა ეკლესიაში. ეს მისი შობა არის, ფერისცვალება იქნება თვიქამდე ნათლისღებას და სხვა ძალიან განსაკუთრებით აღნიშნავს ეკლესია და აღინიშნება მირქმა უფლისა. ამ დღესასწაულს შეხვედრის დღესასწაულსაც ეძახიან. ღმერთი შეხვდა ადამიანს, ძველი აღთქმა შეხვდა ახალ აღთქმას, უფალი შეხვდა ეკლესიას, ზამთარი იდგა სულიერი და ზამთარი შეხვდა გაზაფხულს, უფლის მოსვლით დაიწყო სულიერი გაზაფხული. იცით, რომ აი 40 დღის წინ ვიდღესწავლეთ ქრისტეს შობა. და ასეთი წესი იყო, რომ მე-40 დღეს ყრმა უნდა აეყვანათ ტაძარში და უფლის წინაშე წარედგინათ. ყველა პირმშო უფლის კუთვნილებად ითვლებოდა. იცით, თქვენ ეგვიპტეში 10 სასჯელი დაისაჯა ფარაონი და მთელი ეგვიპტე და მეათე იყო, რომ ყველა პირმშო მოკვდა გარდა რჩეულიერისა და ამათი პირმშოები გადარჩნენ და ყველა პირმშო ამიტომ ეკუთვნოდა უფალს და უფლის წინაშე წარადგენდნენ და შესაწირად კი მიხყავდათ ან ცხვარი, ან ორი გვრიტი, სმართვი, ან მტრედისა. ანუ მის მაგივრად უფალს წირავდნენ აი ამ შესაწირს, დიდარნი ცხვარს, ღარიბნი გვრიტს. ანუ ღვთისმშობელს განწმენდა არ სჭირდებოდა, ის მარადიული სიწმინდეა შობის დროსაც და შობისას შემდგომაც ქალწულად დეგო, მაგრამ წესისავენ, კანონს იცავენ, უფალს არადგენენ, როგორც წესი და სჯულია და სჯული მოითხოვს. და ამ დროს ტაძარში რო შეყავთ 40 დღის ყრმა, ტაძარში დახვდება სიმეონ წინასწარმეტყველი, სიმეონ მიმრქმელი, რომელსაც ჰქონდა უწყებული სული წმინდისაგან, რომ არ იხილავდა სიკვდილს, სანამ არ იხილავდა განკაცებულ ხსნელს, მესიას, ღმერთს, მაცხოვარს, განკაცებულ ღმერთს არ იხილავდა. სულმა წმინდამან აუწყა მას, რა ახლოს იყო უფალთან, რომ დაიბადა კაცობრიობის ხსნელი, აი ტაძარშია, მიდი და შეეგებე. და იქვე იყო ანა ფანუელის ასული, 7 წელი ქმართან ცხოვრობდა, დაქვრივდა და მერე განუშორებლად ლოცვითა და მარხვით ცხოვრობდა და უმეტეს ცხოვრებას ტაძრის სიახლოვეს ატარებდა. 84 წლის იყო და ლოცვითა და მარხვით ცხოვრობდა. დღეს ადამიანებს სულ ესაკერია პირზე და ასაკში შევედი, ეხლა მომეცით ხორცის ჭამის უფლება და სულ გაიოლებული ცხოვრება უნდა. 84 წლისა არ შორდებოდა ტაძარს და ლოცულობდა და მარხულობდა და ღირსი გახდა იმისა, რომ უფალი ენახა, განკაცებული ღმერთი ენახა. ვის ეცხადება უფალი? ლოცველსა და მარხველსა. წმინდა მცხოვრებ ადამიანს და ეს ორი ძალიან წმინდა იყო. ძალიან დიდი სიწმინდე ჰქონდა. ადამ და ევა რო დაეცნენ, მათ აღუთქვა უფალმა, რომ მოვიდოდა ხსნელი და გადამრჩენელი. და ეს რწმენა ხსნელისა და გადამრჩენელისა იმ ძველ აღთქმაში მხოლოდ ერთმა იუდევლებმა შეინახეს. ერთადერთი ტაძარი არსებობდა დედამიწაზე, სოლომონისეული ტაძარი, სადაც ღმერთს ელოდნენ. ღვთისახლიაო ამბობდნენ და ის სახლის პატრონი მოვიდა, უფალი მოვიდა ტაძარში. აი ამ დღეს. და ვინ დახვდა იქ ტაძარში? ვინ შეეგება უფალს? ვითომ მორწმუნენი, თელიერი, წმინდა წერილის ცოდნენი,
მლოცველნი მარხველნი ვითომ გარეგნულად, მაგრამ გული შორს ჰქონდათ უფლისაგან, იმიტომ რომ ტაძარში ჭეშმარიტი დახვედრით ორი ადამიანი დახვდა ღმერთს. მეტი კი არ დახვდა. ორად ორმა შეიწყნარა უფალი და გაიგო მისი მოსვლა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხშირად აი ძველი აღთქმის ხალხს ვემსგავსებით ხოლმე, რომ გარეგნულად ერი ჩვენი ქრისტიანულია, ქრისტიანთა ქვეყანა ქვია, მაგრამ ქრისტეს ცნებებით, ქრისტეს სიტყვებით არ ცხოვრობს ადამიანი. სიმონმა რომ დაინახა მიეგება ღვთისმშობელი იდგა, მართალი იოსები გამოარდა ყრმა და გულში მიიხუტა, აქედან არის მირქმა აქედან მოდის, მირქვა უფალი. ასევე უნდა მირქვას ყველა ადამიანმა უფლის ცნებები, უფლის სიტყვები. თუ უფლის სიტყვებს შენ ცხოვრებად აქცევ, ჯერ გონებით ისწავლი, მერე შენი გულით განიცდი ამ სიტყვებს და ცხოვრებად აქცევ, ეს ნიშნავს, რომ შენ მირქვი უფალი გულში. და რა უთხრა სიმონმა დაღლილმა ცხოვრებით? აც განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისაებ შენისა მშვიდობითო. დაღლილი არის სიცოცხლით უკვე. მევედრება რომ გაუშვას უფალმა და იქვე ამატებს, რომ რამე თუ თვალთა ჩემთა იხილეს მაცხოვარება შენიო. იესო ნიშნავს მაცხოვარს. მან იხილა მაცხოვარი, ხსნელი იხილა, გადამრჩენელი იხილა. და ჩვენ რისთვის ვემზადებით? აი ჩვენი ცხოვრება რა არის? რისთვის ვცდილობთ წმინდა ცხოვრებას? რისთვის ვცდილობთ ლოცვას, მარხვას, ღვაწლის აღებას? რომ ჩვენ შევძლოთ, რომ როცა დადგება ჟამი, რომ ამ ქვეყნიდან გავიდეთ და უფალთან წავდგეთ, ყველა ადამიანმა თქვას, აც განუტევე მეუფეო, განმიტევე მეუფეო მშვიდობითო, რამე თუ იხილას თვალთა ჩემთა მაცხოვრება შენი. ყველა ადამიანმა აი ეს უნდა მოიპოვოს, უფალი იხილოს, გულით უნდა იხილოს. სიკვდილის წინ კი არ უნდა იყოს შეწუნებულ და ბოროტ დემონთა გარემოში მყოფი. მისი აღსასრული მართალთა აღსასრულს უნდა გავდეს, სიმონის აღსასრულს უნდა გავდეს. გამიში მეუფეო, სასუფეველში 64-ში დავემკვიდრ, როცა ეს დრო მოვა, ჩემო თვალებმა გიხილა შენ, ჩემო გულის თვალებმა გიხილა შენ. ამას ეძებს ქრისტიანი, სხვას კი არაფერს ეძებს. სიკვდილის წინ გაიხაროს უფალთან შეხვედრით და მრავალი წმინდა ადამიანი ისე გარდაიცვალა, რომ თვით უფალი მოვიდა მისი სულის სასაყვანად. აი ეს არის მიზანი, უფალთან შეხვედრაა მიზანი. და აი დღეს ასევე ვიხსენებთ საშინელ სამსჯავროს. მოგვიახლოვდა მარხვა, ბოლო კვირებია სნილისა, ყველიერის კვირაში გადავდიოთ, უფრო ფიცხლად იწყებს ადამიანი ცხოვრებას და დღევანდელ დღეს იხსენება საშინელი სამსჯავრო. აქ იმაზე ვამბობდით, უფალთან შეხვედრაზე და ყველა ადამიანს მოუწევს ეს შეხვედრა. არ არის კაცი, რომელიც ცხონდეს და არ ასწოდოს, ყველა ცოდვილია და აი უფლის წინაშე რო წარდგება, ამაზეა ლაპარაკი, რომ პასუხისგება მოუწევს და საშინელ სამსჯავროზე ვამბობდით, როგორ მიქნება საშინელი სამსჯავრო? დედამიწაზე ყველა გაიგებს ამას. შეძრწუნდება ცაცკი, შეირყევა დედამიწის საძირკველი. თებით რთოლებენო, ვარსკვლავი დასვიმდებიან ზეციდან. უფალი მოვა და მის ირგვლივ იქნება მთელი ზეციური ძალა, ანგელოზები. ცრემლის მდინარეები დაიღვრება იმ დროს და აღარაფერი სარგებს ეს მდინარეები ადამიანს. უფალი ორად გაყოფსო კაცობრიობას, მარჯვნივ და მარცხნივ, ანუ მარჯვნივ ზემო და მარცხნივ ქვემო სიმბოლოა. როგორც წყემს სიცხვრებსა თხებს განარჩევს, ურჩი და მორჩილი უფლის სიტყვის ასე განიყოფიან იმ დროს. ჯობს ეხლა დავღაროთო, მამები წერენ, დინარენი ცრემლისა უფალო შეგვიწყალე. თუნდაც ცრემლის ნაკადულები და წვიმის წვეთებივით მოდიოდეს.
ვიდრე მაშინ, როცა ეს აღარაფერს არგებს ადამიანს. ჩვენ ცოტა ხნის წინ შობას დღესასწაულობდით, ქრისტეს შობას. ხარობდით მის მოსვლაზე ბეთლემში და ეხლა ვძრწივართ, რომ ვიხსენებთ, რომ მოვა უფალი და განგვიკითხავთ. მოვიდა კაცობრიობის ცოდვები რო აღეღო თავის თავზე და ეხსნა კაცობრიობა, ეხლა მოვა უფალი და კაცობრიობს მოჰკითხავს ცოდვას. 40 დღის წინ ბეთლემში ვიხილეთ, ბაგაში მიწოლილი და მშვიდი და კრავივით მოსული. და ეხლა მამები ამბობენ, როგორ მღვიმარე ლომის წინაშე ძრწის ადამიანი ის შეძრწუნდება, როცა იხილავს ტახტზე მჯდომ უფალს, რომელიც ყველას მოჰკითხავს. თვით ანგელოზები განიკითხებიან, ოღონდ დაცემული ანგელოზები. მკვდარნი აღდგებიან, მტრად და მიწად ქცეულს ისევ აღადგენს უფალი და სული დაუბრუნდება. აღარ მოუნდებათო თავის სხეულში დაბრუნება, იმიტომ რომ ეცოდინებათ, რომ თავიანთი მოუნანიებელი ცოდების გამო საშინლად დაიჯებიან. თავიანთი ბილწი და არაწმენდა ცხოვრების დაიჯებიან. აღარ მოუნდებათ, მაგრამ იძულება იქნება ეს. უფალი ეტყვის ადამიანებს, რომ შიოდა, მწყუროდა, შიშველ ვიყავი, საპყრობილეში ვიყავი, სავანტყოფოში ვიყავი. როდის მოგხედეთ უფალ, როდის გაჭამეთ შიერსა და ასვით წყალი მწყურვასა და როდის შეგმოსეთ. აი როცა აი სხვა ადამიანს ჩემს ხატად და მსგავსად გაჩენის, მიხედეთ, რომელსაც არც ეროვნება უფლის წინაშე, არც კანისფერი და არც არაფერი, ყველა ადამიანი ღვთისშვილია. უჭირდა და შენ დაეხმარე. შენი ეროვნებისა კი არა და თქვა შენი რწმენის, არა, ადამიანს უჭირდა და დაეხმარე. ეს მე ვიყავიო უფალი ეუბნება. ანუ რას ნიშნავს? ყველაზე დიდი მცნება ასრულე. ორი მცნება მცნებათა შორის, დიდი და გვირგვინი მცნებათა. ეს არის სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანის. თუ ადამიანი არ გიყვარს, როგორ გიყვარს ღმერთი, რომელიც არ გინახავს. ხორციელი თვალით ხედავ ადამიანის გაჭირვებას და გული არ გეძვრის. შენ მაძღარს მისი შიმშილი, არაფრად ჩაგიგდია მისი წყურვილი, მისი შიშლობა, მის ავანტყოფოში გაჭირვება და მის საპყრობილეში ტანჯვა. მარცხენიცას ეტყვის, რომ აი მშიოდა, მწყუროდა, მციოდა და არ მოხვედით. ესე იგი სიყვარული არ გქონდათ. ეს არის უბედურება, უსიყვარულობა. არც ღმერთი უყვარს ადამიანს და არც მოყვას თავისიანი, თავის ნათესავი, თავის ოჯახის წევრი, აი უკიდურეს წარმართებსა და თუნდაც ესე იგი უკიდურეს დაცემაში მყოფერებსაც კი უყვართ. თავარი აი უფალე მტერი გიყვარდეს, ანუ ყველა ადამიანმა გიყვარდეს. იმ ცუდში კარგის მოძებნა და დანახვა უნდა შეგეძლოს. დაცემულში უნდა კარგი იპოვო. აი ეს არის. შეიძლება ყველაფერს ასრულებდე, მაგრამ უსიყვარულო გულში უფალი აერშევა. რაში სჭირდება და ფარისეველიც იძახდა, ამას ვაკეთება, ასე მლოცულო, მარხულობ, შესაწირს გავიღებ. არ შეუწირა უფალმა, იმიტომ რომ უსიყვარულო იყო, სუსი გამკითხველი იყო, გაამპარტავნებული იყო. ჩვენ ვიხსენებთ აი ამ დღეს, როცა უფალი მოვა და შევწრწუნდებით. და თუ ჩვენ არ მივირქმევთ მის სიტყვებს გულში, არ დავიმარხავ და არ დავიცავ და საქმეთ არ ვაქცევ, მაშინ დავრჩებით იმ ერივით, განშიშვლებული, მადლისაგან და განგდებული, როგორც ისინი დარჩნენ. ჩვენ ახალი აღთქმის ეკლესიის შვილები ვართ. როცა უფალი შევიდა მირქმის დროს ტაძარში, ის ტაძარი თავისი არსებობის ბოლო წლებსა და წუთებს ითვლიდა. მოვიდოდა ტიტუსი მხედართმთავარი და საძირკვლიანთ ამოაგდებდა იმ ტაძარს. ანუ იმ ეპოქამ თავისი ვალი მოიხადა, დასრულდა. ეხლა იმ საფუძვლის წილ ახალი ნერგი, ახალი აღთქმის ეკლესია ამოვიდა. ძველი აღთქმამ თავის ფუნქცია დაასრულა და მოვიდა ახალი აღთქმის ეკლესია, დაარსდა ახალი აღთქმის ეკლესია. ჩვენ ამ ეკლესიის წიაღში ვარ და სიმონი გვასწავლის
სადღაც კი არ უნდა იყო, ტაძარში უნდა იყო. თელიერი მორწმუნა თითქოს და არავინ არ შეხვდა უფალს, ორი ადამიანი შეხვდა უფალს. უნდა ვიყოთ ტაძარში, მარადის, ლოცვაში და მარხვაში და უნდა ჩვენ ცხოვრებით ვიყოთ ქრისტიანები და არა სახელით ქრისტიანები. ჩვენც უნდა მივირქვათ უფალი გულში, უპირველეს მისი სიტყვებს უნდა გავეცნოთ. არ ვიცნობთ მის სიტყვებს. რომ გაიცნო, მერე გულში შეიტკბო და მერე ცხოვრების წესად აქცევ და როცა მოვა უფალი უკვე მარცხენით კი აღარ მოგიწევს დგომა, მარჯვენით მოგვიწევს დგომა და ინებოს უფალმა რომ მთელი სამყარო არც ერთი არ დარჩეს ისე რომ მარცხენით დადგეს, მთელი სამყარო დადგეს მარჯვენით, მაგრამ ეს სამწუხაროდ ასე არ იქნება. ეს არავისზე არ არის დამოკიდებული, შენ მარჯვენით იდგები თუ მარცხენით. შენზეა დამოკიდებული. შენზე, სხვაზე არა. თითოეულმა ადამიანმა პერსონალურად ისე უნდა იცხოვროს, რომ უფალმა უთხრა დადექი მარჯვენით. ორი სიტყვა გაისმევა მაშინ, ორად ორი, მოდი და წადი. მოდი ჩემთან კურთხეულო, წადი ჩემგან წყეულო. აი ეს მოდი ჩემთან კურთხეულო გააგონოს ღმერთმა ჩვენი ტაძრის ყველა მრევლის წევს, საქართველოს ეკლესიის ყველა წევს, სოფლიო ეკლესიის ყველა წევს და ვინც დაბნეულები არიან და ჭეშმარიტი ეკლესიის გარეთგან ისინიც მოსულიყვნენ უფალთან. სიმონივით მიერქვათ უფალი. თორე ეს წუთი სოფელი როგორღაც გაილევა, ბევრისთვის დაილია, განქარდა, სიზმარივით გაქრა და ეს გაივლის ძებნელი და დაღლილი ამ წუთის სოფელში რა ჩაიცვას, რა ჭამოს, რა დალიოს, რა შეიტანოს სახლში. აი ამის ძებნელი მადლს ვერ პოულობს. სხვა ადამიანი შიმშის, წყურვილს, შიშიშვლეს, საპყრობილე საავადმყოფოში ყოფნას ვერ ხედავს და არასცალია, ხოლო საკუთარი თავისთვის სალე და უფალე და წადი ჩემგან წყეულო, არ გიცნობ შენ, ცეცხლსამას საუკუნეს. ნუ იყოფი რომ ეს ვინმემ გაიგონოს. ამიტომ სანამ დროა ადამიანმა უნდა სინანულით იცხოვროს, განიბანოს საკუთარი ცრემლებით, თუ ცრემლებით არა, მოინანიოს მაინც, შეღაღადოს უფალს, შემიწყალე უფალო, მაპატიე ჩემი ცოდვები და ახლებური ცხოვრება დაიწყოს. სწორი ამ წუთის სოფელს ისეთი ნაირფერი საცდურები აქვს, რომ ძნელად რო ადამიანი გადაურჩეს, უფალს ეკითხებიან ვინ გადარჩებაო, მხოლოდ მცირედი გადარჩებაო, ასე ამბობს უფალი. აი დღევანდელ დღეს, ნათლის დღეს სწაულსაც ეძახიან. საღვთო ნათელი, ჭეშმარიტი ნათელი მოვიდა ტაძარში და აი დღევანდელ დღეს იკურთხება სანთელი, როგორც გითხარით. და წაიკითხება ამ სანთელზე კურთხევის ლოცვები და მადლი ღვთისა გადმოვა და შემდგომ ესე იგი მღვდელი აანთებს სანთელს და მთელ ტაძარს გადაუნთებს და მერე ლიტანიობით შემოულით და ზოგიერთ კუთხეში განსაკუთრებით სვანეთში, ფშავ-ხევსურეთში და სხვაგან შერჩა ეს ტრადიცია მირქმის დღესასწაულს დროს მერე მთელი კვირა დღესასწაული ერქვა სვანეთში ლამპრობას ეძახიან. ანუ ჭეშმარიტი ნათელი მოვიდა და სანთელს მიიტანდა შვილი პატარა ოჯახის უფროსთან და გადასცემდა და ოჯახის უფროსი ძველად ასე წესი იყო. მას სხვა სანთელს გადასცემდნენ, გასცემდნენ ამას. ბავშვი დალოცავდა უფროსს და უფროსი დალოცავდა უმცროს. ეს სიმბოლოris იყო ყრმა, პატარა ბავშვი იყო ქრისტეს სიმბოლო და სიმონ მირქმელის სიმბოლო იყო ესე იგი ოჯახის უფროსი და ეს უნდა აღსდგეს ეს ტრადიციები და შედით სახლში და დალოცეთ თქვენი შვილები, დალოცეთ თქვენი მშობლები და აი ეს მადლი შეიტანეთ სახლში. დღეს ეკლესია მადლს გასცემს სუხვად. ლოცვით მოდის მადლი სულისაცმენდეს და ეს მადლი თქვენ სახლში ყოფილიყოს და ეს სანთლები აანთეთ ნაკურთხი და ილოცეთ ხოლმე. უპირველესად საქართველოსთვის, საქრისტიანოსთვის და მერე თქვენი თავისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, მრავალს დაესწარით, გაგახაროთ უფალმა ღმერთმა. შეგახსენებთ, რომ ესე იგი ეკლესია ჩვენი განადიდებს
წმინდა ევაგრეს ციხედიდელს მოწაფეს შიომღვიმელისა და ხუთშაბათ წმინდა შიოს სირიიდან ასურეთიდან მოსულ წმინდა მამას უდიდესი ღვაწლის ქონეს, რომელიც 15 წელი მღვიმეში იყო ჩასული და სამეფო მონასტერი ჰქონდა 2000-მდე ბერი შეიკრიბა და დიდი მადლმოსილებისა და სიწმინდის მომტანია და ჩვენ გვექნება ხუთშაბათ წირვადა. ხოლო შაბათს ექვთიმე თაყაიშის განადიდებს ეკლესია და ექვთიმე ვინ იყო? ეს აღარ მათქმევინოთ, ყველა ქართველმა იცით. ექვთიმე ვინ იყო საქართველოსთვის? ეს მე მგონი ყველა ქართველმა იცის. და შაბათს იქნება მისი განდიდება სხვა წმინდანებთან ერთად და კიდევ ერთხელ ვიტყვით ვინ იყო ექვთიმე თაყაიშვილი, ეს დიდი სიწმინდე საქართველოსთვის და თუ რამე გვაქვს შემორჩენილი ჩვენ ოქროს ფონდში ჩვენი ძველი სიწმინდები, მისმა ღვაწლმა და სიწმინდე და თავდადება მოიტანა დღევანდელ დღემდე. მერთმა დაგლოცოთ, მერთმა გაგახაროთ, წყალობითა და სიხარულით აგავსოთ. უფლისა მიმართ ვილოცოთ. ღმერთო ძლიერო უფალო ძალთაო და ქვეყანისაო, დამბადებელო ზღვისაო და ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო, რომელი დამკვიდრებულ ხარ ნათელსა შეუხებელსა, რომელი ზედა საყდართა ქერუბიმთასა, რომელი იდიდები ყოველთაგან დაბადებულთა შენთა, უხორცოთა ძალნი გაქებენ შენ, დასნი მთავარანგელოსთანი თაყვანისცემენ შენ, სერაფიმნი და ქერუბიმნი დაუდუმებელითა ხმითა სამგზის წმინდასა გალობასა შესწირვენ, გამოუთქმელო ნათელო გადიდებ ჩვენ, რამე თუ სიმდაბლითა მოხვეთ ქვეყანა და განხორციელდი წმინდისაგან ქალწულისა და მსგავსად კაცთა იქმენ, დღეს მოხვეთ ტაძრად მაცხოვარო ჩვენო, დასჯეთ მკლავთა ზედა მოხუცებულისა სიმონისათა, რომელსა ვერ შემძლებელ არიან ანგელოზნი, მიხედვათ ცეცხლსა ღვთაებისა შენისასა. აწუფალო, ვითხოვ შენგან განათლებად სულთა და ხორცთა ჩვენთა და მოუკლებელსა შენსა სიმდიდრესა ღვთაებისა შენისაგან, რათა მოავლინო ჩვენზედა და სანთელთ ამაძე და მადლი სულისა წმინდისაი. განაბრწყინვე ლამპარნი ესე ვითარცა, ბძენთა მათ ქალწულთაგან, რაითა მიგეგებოდით შენ შესვლასა შენსა საზლოსა სანთლითა სუფევისა შენისათა და ღირს ვიქმნეთ მადლობითა და უცხრომელა დიდება ჩვენ და თანა მამით და ყოვლა წმინდით სულითურთ, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. მშვიდობა ყოველთა თავნი ჩვენი უფალსა მოუდრიგნეთ. უფალო, რომელმან მოძრიკენ ცანი და გარდა მოხეთ ქვეყანად, ცხოვრებისათვის ნათესავისა კაცთაისა, რომელსა წინათვე გვიწინასწარმეტყველებდე, წინასწარმეტყველნი მოსვლისასა შენსა ქრისტე, სიტყვა ღვთისაო, რომელი განუშორებელ ხარ მამისაგან და თანამოსაყლე და გამოუთქმელად, გაბრწყინდი წმინდისა უბიწოისა ქალწულისაგან, იშევ ხორცითა ვითარსა ჯერ გიჩნდა ნებითა მამისათა, გამოშდი ჩვილი იტვირთე წიახთა ქალწულისათა, რომლისა გარემო ისდგას ბევრეული დასნი ანგელოსანი, დღეს მოხვეთ ტაძრად უფლისა, აღსრულებლად ჯულისა ვითარცა კაცი და სიმონ მოხუცებულმა მკლავთა ზედა მიიქუვითარცა ყრმაი,
რომელსა შენ მიერ სულისაგან წმინდისა ეუწყარა ხილვად სიკვდილი ვიდრე გიხილოს ხორციელად მოსრული უფალი ხოლო გიხილა რაი ძლიერად ღაღატყო და გვიქადა განათელი გამობრწყინება წარმართაზე და გვახარა მახარებელისა მიერ გამობრწყინება იშენ ჩვენ უღირსთა მონათა შენთა ღირსყვენ ჩვენ წარდგომა წინაშე შენსა სათნოებითა და სიმართლითა განანათლე გულით ჩვენი ნათლითა ღვთაებისა შენისათა და განაბრწყინვენ ლამპარნის სულთა ჩვენთანი და აკურთხენ სანთელნი ჩვენი ვითარცა ბძენთა ქალწულთაგან რომელნი მიგეგვებით შენ სიხარულითა რათა ღირს ვიქნეთ თისმეტყველებითა გალობითა ანგელოსთა თანა გადიდებთ ხოლო საუკვდავსა მეუფესა და თანამამი და სული წმინდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე უფლისა მიმართ ვილოცოთ გმადლობ ჩვენ რომელი ხარ სათაშინა და ქვეყანასა ზედა შევწირავ ჩვენ და სანთელსა შენსა წმინდასა ძესა შენსა იესო ქრისტესა რომელმან გამოაბრწყინა ნათელი სიმრთელისა იგულთა ჩვენთა და გამობრწყინდა ნათელი შენი ჩვენზე და რომელნი სხენან ბნესა შინა და აჩდილთა სიკვდილისა და ამის ყოვლისა ნიჭისაგან გმადლობ შენ თაყვანის გცემთ მამასა და ძესა და წმინდა სულსა აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე უფლისა მიმართ ვილოცოთ აღანთე სანთელი სახიერო კაც მოყარეო რომელი ბუნებაი ცეცხლისა შექმენ და სახმარებაი ნათლისა მოგმადლე გმადლობ შენ ყოველთა ზედა და შევწირავ ჩვენ და სანთელსა მას წინვალესა მოსვლასა შენსა რათა გვიძღოდეს ჩვენ ნათელი საუკუნო მადლითა და წყალობითა და კაცმოყარებითა ქრისტეს შენისათა რამე თუ შენი არ დიდება უკუნითი უკუნისამდე Romani,